ნარცისი ქალი ვერ განიცდის სინანულს, რომც კი ღალატოს. მისი პიროვნების სტრუქტურაში ეგეთი ფუნქცია უბრალოდ არ არსებობს. თქვათ, მასეთი ქალის ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, სადაც იდეაში დანაშაულის გრძნობამ უნდა შეაწუხოს და გითხრას ბოდიშიო. მაგალითად გიღალატა, დაგაღალატა, ან გითხრა აღარ მიყვარხარო და მიგატოვა და წავიდა. ამ მომენტში ის ცდილობს დანაშაულის გრძნობის დაბლოკვას. დასახმარებლად კი იყენებს გარე სამყაროდან წამახალისებელ ფაქტორებს. მაგალითად მეგობრები და ქალები, ან თუნდაც მამაკაცთა კოლექტივი. აზრი იმაშია, რომ ის ეძებს ისეთ გარემოს, სადაც მას ყოველ წამს ეტყვიან, რომ ის არის ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე კარგი გოგო. ხო და როდესაც დანაშაულის გრძნობაში აწუხებს, ჩერდება და ეუბნება თავის თავს, მე ხომ ასეთი ლამაზი, ნიჭიერი და კარგი გოგო ვარ. რაც ჩემი ბრალია რომ მივატოვე. აქეთ უნდა ებრძოლა ჩემთვის რომ არ მიმეტოვებინა. მაგრამ ჩვენ ხომ აქ გონიერი ადამიანები ვართ და ხვდებით რომ ის რომ შენ ლამაზი ხარ და ვიღაცას უნდი ხარ და ის რომ შენ არასწორად მოიქეცი ჩემთან, ერთმანეთთან არაფერ კავშირში არ არის. მაგრამ ნარცისი ქალები ასე არ ფიქრობენ. არ არის ეგ მათთვის მომგებიანი. მათი ტვინის მორფოლოგია ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი. შესაბამისად მისი სუპერძალა არის გარე ფაქტორების დახმარებით დანაშაულის გრძნობის ჩახშობა, რაც თავისთავად დროთა განმავლობაში მის პიროვნებას ბოლომდე ანადგურებს და ის განწირულია უბედურებისთვის.